მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი ქართული მელოდიის მიხედვით. თერთმეტ ივნისს იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში და როგორც იცით, ყოველი ჩემპიონატის წინ იქმნება ხოლმე საფეხბურთო ჰიმნები და ეს ქართული მელოდია მართლა ძალიან მოუხდა ამ ჩემპიონატს და ეს არის მართლა დასამახსოვრებელი ჰიმნი გამოდის, იმიტომ რომ ძალიან მელოდიურია, მართლა ეს სიტყვები არ არის ქართულად, მაგრამ მელოდია არის ქართული. მოდი ერთად მოვუსმინოთ ამ საფეხბურთო ჰიმნს მსოფლიო ჩემპიონატისას. კომენტარებში დაწერეთ თუ გეცნოთ მელოდია, ბევრი ალბათ დაწერს, გამოიცნობს მელოდიას და დაწერს კომენტარებში, რომელი ქართული მელოდიის მიხედვით შეიქმნა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ჰიმნი. Neymar, Kvaratskhelia, puro valor. El mundo nos mira, vamos a ganar. Dila hoy, con toda la gloria vamos a brillar. Dila hoy, gol, gol, el mundo canta ya. Dila hoy, dila na, ni, na. Gol, gol, la copa llegará. Dila hoy, gol, gol, unidos por la fe. Dila hoy, Mbappé marca el gol, Harry Kane el gol. Dila hoy, Yamal y Dembélé brillan bajo el sol. Dila hoy, uniendo a los pueblos una sola voz. Dila hoy, celebramos juntos con el corazón. Dila hoy, gol, gol, el mundo canta ya. Dila hoy, na, ni, na. Gol, gol, la copa llegará. Dila hoy, Kvaratskhelia, Messi, Cristiano. De Messi y Ronaldo nace el honor. Neymar, Kvaratskhelia, puro valor. El mundo nos mira, vamos a ganar. Con toda la gloria vamos a brillar. Dila hoy, gol, gol, el mundo canta ya. Dila hoy, na, ni, na. Gol, gol, la copa llegará. Dila hoy, gol, gol, unidos por la fe. Dila hoy, campeones. Hoy dila hoy, მაშასე მეგობრებო, თქვენ ახლა მოусმინეთ ჩემთან ერთად ამ მელოდიას, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელია და მე მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან მომეწონა და თქვენც ალბათ ეს სიმღერა, ეს ჰიმნი ძალიან მოგეწონებოდათ, ამიტომ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გადააზიარეთ, ჩაუგდეთ თქვენს მეგობრებს და ამასთან ერთად მოდი დღეს გავამხილოთ ახალი სიურპრიზი. ჩვენ ვიწყებთ ვიდეოების ახალ სერიას, რომელსაც ქვია მსოფლიო ჩემპიონატის ინსაიდერული ინფორმაციები, რაც ყოველდღიურად აი კულისებს მიღმა რაც ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ ამ გადავერთოთ, მოდი ერთი თვე
ყოველდღე შევეცდებით რომ მოგაწოდოთ რაღაც ისეთი სიახლეები მსოფლიო ჩემპიონატიდან, რაც რჩება კულისებს მიღმა და რეპორტაჟების დროს არ ისმის ხოლმე. ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრია ეგეთი ინფორმაცია, მაგალითად ეხა უახლეს ის არის რომ სომალელი მსაჯი არ შეუშვეს ამერიკაში, მან სავიზო პროცედურები ვერ გაიარა. უпростоრად ის ამერიკის ხელისუფლებამ არ შეუშვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ FIFA-ს ის მიაჩნდა აფრიკის ყველაზე საუკეთესო მსაჯად, ახალგაზრდა მსაჯად, სომალის მოქალაქეობის გამო, როგორც იცით, შეზღუდული აქვს ბევრ ქვეყანასთან სავიზო პროცედურები ამერიკას და არ უშვებს მის მოქალაქეებს და ამიტომაც ეს სომალის მოქალაქე მსაჯი, რომელსაც უნდა ემსაჯა მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერ მოხვდა ამერიკაში და UEFA-ს დაეთანხმა, არ ერევა UEFA, როგორც იცით, მასპინძელი ქვეყნის სავიზო საკითხებში და ეს მსაჯი გაძევებული იქნა ქვეყნიდან და თურქეთის გავლით დაბრუნდა ის საკუთარ სამშობლოში და ის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის გარდა დღეისთვის მოგიმზადეთ ასევე სხვა სიახლეებიც, უფრო კონკრეტულად გეტყვით, როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები უკვე დიდი ხანი იყიდებოდა, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება. ძირითადი თამაშებისა გაყიდულია, დარჩა რამდენიმე 1000 ბილეთი, ოღონდ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა არის გაზრდილი, ამიტომაც ბევრი უინტერესო თამაშიც არის და ამიტომაც ზოგიერთი ბილეთი არ გაყიდული, მაგრამ ძირითადი თამაშებისა გაყიდულია, ამიტომაც ბილეთები უკვე გამოჩნდა გადამყიდველების ხელში და როგორც იცით, უფრო ძვირი ჯდება ხოლმე და მაგალითად ერთ-ერთ გადაყიდვების საიტზე $8000-ზე მეტად იყიდება ეს ერთ-ერთი თამაშის ბილეთი და ეს არის ყველაზე განხილვადი თემა, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებში. ასევე მასპინძელ ქალაქში 13 მასპინძელი ქალაქია, როგორც იცით, ამერიკა, კანადა, მექსიკა, ერთდროულად მოეწყობა გიგანტური ფან ზონები, სადაც ათასობით ადამიანი უყურებს ერთდროულად ეკრანებზე მატჩებს. ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, მექსიკაში იქნება. მექსიკაში ძალიან უყვართ ფეხბურთი განსხვავებით ამერიკისა და კანადისაგან და მეხიკოს ცენტრალურ მოედანზე, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ზოკალოზე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფან-ცენტრი იქნება და სწორედ ამის კადრები, ამ ფან-ცენტრის კადრები ნახა მთელმა მსოფლიომ და ძალიან პოპულარულია ეს კადრები. ამის გარდა ნიუ-იორკში გაიხსნება, რა თქმა უნდა, ფან-ზონა, სადაც ასევე უბილეთოდ, რა თქმა უნდა, შეიძლება ათასობით გულშემატკივრს, ოღონდ ეკრანებზე მიადევნოს თვალყური მატჩებს. და როგორც გითხარით კიდევ ერთხელ 48 ნაკრები მონაწილეობს, გაიზარდა პირველად მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისევ იგეგმება, როგორც ამბობენ და ჯამში წელს იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი, რაც არის რეკორდი FIFA-ს ისტორიაში და არსებობს ეგეთი რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლი. და მიროსლავ კლოზეს გერმანელს ეკუთვნის, მაგრამ ისე გაიზარდა რაოდენობა უკვე თამაშებისა, რომ იმ რეკორდს ან მესი და ან მბაპე მალე მოხსნიან. ასევე ძალიან პოპულარულია, რა თქმა უნდა, მაღალი ფასები და ეს თემა ბევრი გულშემატკივარი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება ზედმეტად ძვირი ჯდება და გახსოვთ თქვენ როგორ აკრიტიკებდნენ წინა მსოფლიო ჩემპიონატს ყატარს და იმასთან შედარებით მე მგონი, მაგრამ ის მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც იცით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თან ძალიან პატარა ლოკაცია ყატარი განსხვავებით ამერიკისგან, ამერიკის მთელი კონტინენტისგან, ფაქტიურად ჩრდილოეთ ამერიკისგან, სადაც დისტანციები ერთ ქალაქიდან მეორეზე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ამის გარდა კონცერტები იმართება, ახლა შოუებში ამერიკას ვინ შეედრება, კონცერტები იმართება, ქუჩის ფესტივალები და შემდეგ მე მგონი საფეხბურთო ღონისძიებებზე მეტად ეს კონცერტები და შოუები იქნება ამერიკაში განსაკუთრებით და კანადაში ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. სულ ეს არის რამდენიმე საათი რჩება ამერიკასა და კანადასა და მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ქაოსური აჟიოტაჟია, ბილეთები იყიდება $1000-ად, როგორც თავად FIFA-სგან, ასევე გადამყიდველებისგან და ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ელოდება მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. ეს იქნება მექსიკაში, მექსიკა სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს ნომინალურად, იმიტომ რომ მასპინძელი, რა თქმა უნდა, ნომინალური არის მსოფლიო ჩემპიონატზე, თანაბრად იყიდება ბილეთები ყველასთვის და სამხრეთ აფრიკას სხვაჯერ მეორეჯერ იქნება გახსნით მატჩი. თავად სამხრეთ აფრიკაში როცა იყო 2010 წელს, როცა ესპანეთმა გაიმარჯვა, მაშინაც სამხრეთ აფრიკამ გახსნა, რა თქმა უნდა, როგორც მასპინძელმა და ახლა მეორედ უკვე კენჭისყრით მოუწია გახსნა მატჩისა. დიდი მადლობა ყველას ვიდეოს ნახვისთვის და ლაიქებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ვიდეოების სერიას, მე და ჩემი ძმა ასევე და პერიოდულად ახალ ვიდეო შემოგთავაზებთ, რა ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში, ამერიკაში და კანადაში. მანამდე გამოიწერე არხი და ლაიქეს ვიდეო, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს
მსგავსი საინტერესო ვიდეოები. და კომენტარებიც არ დაგავიწყდეს, დაწერე შენი ფავორიტი ვინ არის ამ სოფლის ჩემპიონატზე.